გიორგი პუტიკაშვილი შემოგვერთა ცვლილების კოალიციიდან გიორგი დამშვიდობისა. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. გიორგი, როგორ უყურებთ აი უნდა დავიწყოთ პოლიტიკური შეფასებით, ხო? ფაქტია რომ ჩვენ მაინც რაღაც დეტალი გამოგვრჩა. აი როცა შარშან ამ ამბებს ვაფასებდით, მეტი ყურადღება შეიძლება საჭირო იყო აი ამ მიმართულებით უბრალოდ ვერ მოხდა კონცენტრაცია, ხო? მართალია აი ჩახუნაშვილებმა მიიღეს ამაში მონაწილეობა და ვერ ვიტყვით რომ ჩვენ შორის არ იყო არავინ ვინც ამით დაინტერესდა, მაგრამ ნუ მეტი ყურადღება იყო ალბათ საჭირო, მაგრამ როგორ აფასებთ პოლიტიკურად თქვენს კოალიციაში? მოგესალმებით კიდევ ერთხელ მესამბობთ თქვენს მაყურებელს. ჯერ პირველ რიგში მადლობა გუშინდელი ამ სიუჟეტის გაშვებისთვის ფორმულამ მოახერხა და თარგმნა ქართულად და ბევრმა ჩვენმა მაყურებელმა შეძლო ნახა სინამდვილეში რა ხდებოდა და როგორ წავიდა გამოძიება. პოლიტიკურად რო შევაფასოთ და შევხედოთ სიტუაციას, ქართული ოცნება იმ დღეებში, როდესაც მართლაც გამოიყენა ეს ქიმიური ნივთიერება, ნებისმიერი ვინც პროტესტში იყო, ამას გრძნობდა, რომ იქ რაღაც განსხვავებული ხდებოდა, იმიტომ რომ არ იყო ჩვეულებრივი ნივთიერება, რომელიც ვიცოდით მაქამდეც, რომელიც გამოუყენებიათ მათ მანამდეც. ამაზე საუბარი ქონდა ჩვენს კოლეგასაც, ანი ქავთარაძესაც, მაშინ ძალიან აქტიურად ცდილობდა აი ამ თემაზე გაეკეთებინა აქცენტი, ვინაიდან თავად არის ექიმი და უბრალოდ გავლით ხდებოდა რომ იქ რაღაცა განსხვავებული ნივთიერებები ტრიალებდა. გვახსოვს მაშინაც რომ აი ეს კითხვაც კი გაჩნდა, ეს ხეები რომლებიც იქ დგას, ისინიც კი გამხმარი იყო. თუმცა იმ პროცესებიდან გამომდინარე ძალიან რთული იყო ყოველდღიურ რეჟიმში, როდესაც ადამიანებს ებრძოდნენ, ამაზე მეტი კონცენტრაცია მომხდარიყო ჩვენ ადამიანების გადარჩენა გვიწევდა მაშინ და ქიმიური ნივთიერების საუბარი და გამოძიების დაწყება იმ პერიოდში ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. თუმცა როგორც ნახეთ პროცესი დაწყებული ჰქონდათ ჩვენს სხვა კოლეგებს და რაღაცა დიდი დრო დაჭირდა ამის გამოძიებას, მაგრამ ფაქტები დაიდო ამის შესახებ, რომ მართლაც ქართულმა ოცნებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამაზე დიდი ტრაგედია, რა შეიძლება დაემართოს ერს, როდესაც საკუთარი ხელისუფლება, მართალია არაღიარებული, მაგრამ საკუთარი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნისთვის მშვიდობისთვის იბრძვის თავისი განცხადებით, საკუთარ მოსახლეობას ქიმიური იარაღით ებრძვის, წამლავს მას და არავინ არ იცის ჯერ კიდევ რა შედეგის მომტანი იქნება ეს გრძელვადიან პერიოდში. იმ სიტუაციაში ჩვენ ხვდებოდით, რომ ადამიანებს უნდა უჭირდათ ცუდად ხდებოდნენ, სახე ქონდათ დამწვარი და უამრავი ფაქტი ამოტივტივდა და გავიხსენეთ უბრალოდ ჩვენი წარსული და ყველამ კარგად გაიაზრა, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი წყალი ან გაზი. და ნელ-ნელა ახსენდებათ ადამიანებს ის სიმპტომები, რაც სჭირდათ და აი ეს გამოძიება სწორედ ამაში დაეხმარა. ნორმალური სახელმწიფო, ნორმალური ხელისუფლება, რომელსაც ასეთ ბრალს უყენებს საერთაშორისო გამოძიება და საკუთარი ხალხი ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ის უნდა გადადგეს, ახალი არჩევნები ჩანიშნოს, ან მეორე ვერსია არის, რომ თავად გამოაცხადოს და მოინდომოს საერთაშორისო გამოძიება. მათ უნდა მიმართონ საერთაშორისო გამოძიებას და ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, დადგინდეს ის ნივთიერებები. თუმცა, რა დავინახეთ ქართული ოცნებიდან, მთლიანად შემოატრიალეს ნარატივი ზუსტად იმ რუსული მეთოდებით და საკუთარი თავი გამოიყვანეს მსხვერპლად და დაიბარეს სულში ადამიანები, რომლებიც ინტერვიუში ჩანან და მათ აბრალებენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას. ნებისმიერი, რომელიც დღესაც ციხეში ზის, ჩვენი ლიდერებიდან დაწყებული ნებისმიერი ვინც ციხეში და მათ აბრალებენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას. სახელმწიფო ახლა პირდაპირ დაიწყარ იმათ ჭერას, ვინც დაკითხვას დაიბარეს ყველა, ვინც ამ ფილმში იღებს მონაწილეობას. თავის უბედურებაზე ყველა შეატრიალეს ნარატივი მთლიანად. სწორედ ამას ვამბობ, რუსული რჩევროსავ საუბრობთ ხომ ეს სისტემის რუსულობაზე, სწორედ ეს არის რუსული სისტემა, როდესაც თვითონ თავის ველზე გადააქვს საბრძოლო ველი და აქეთ უტევს. სინამდვილეში მათ უნდა თავად მოითხოვონ საერთაშორისო გამოძიება. ეს ხალხის მოთხოვნაც არის, რომ ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, ჩვენ არ ვენდობით ხომ ქართული ოცნების მიერ გამოძიებულ შედეგებს, რაც ისინი დადებენ და მეორე ასევე კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, თავად აერიათ ნარატივი. ჯერ თქვეს, რომ 2009 წელს იყო შეძენილი, მერე თქვეს, რომ არ იყო გამოყენებული, მერე ნაწილობრივ თითქოს დაეთანხმებდნენ, რომ რაღაც ნივთიერება იყო შერეული წყალში. და მე უარყვეს, ხო? მათაც დაეშალათ ის განცხადებები, რასაც ცდილობდნენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. თუმცა ფაქტი ხო სახეზე არის, ყავს უამრავი დაზარალებული ადამიანი, არის გამოძიება, რომელიც ღიად ამბობს, რომ ასევე ის წყაროებიდან გამოსული ინფორმაცია, რომელიც გამოძიება ჟურნალისტებმა მიიღეს,
რომ იმ რაღაცა ნივთიერება იყო ქიმიური გარეული წყალში. ანუ ეს ფაქტია, ხო? ამას ვერავინ ვერ უარყოფს, ვერც თავად ვერ უარყოფს. არა, ეს თვითონ დაადასტურეს, რომ ეს აქვთ ნამდვილად. ეხლა იქ რაღაცა კონკრეტულად რომელი შენაერთი აქვთ, ამაზე დაობენ, მაგრამ ეს რო გვაქო, უბრალოდ არ გამოგვიყენებიაო. ხო? და ეხლა ეს არის სათუო ზუსტად და როცა დასტურდება, რომ ადამიანები მასობრივად გრძნობდნენ იმას, რასაც ეს ნივთიერება იწვევს, ხო? აქ ჩანს, რომ ისინი ტყუიან. ანუ კლინიკური შედეგებით აღწერილი არის და ჩახნიშნულად გააკეთა, სწორედ ეგ იყო, ხო? კლინიკური სიტუაციით აღწერა მდგომარეობა ადამიანების და ეს დასკვნა და ეს შედეგი ასევე საერთაშორისო ექსპერტმა შეაფასა. ანუ ნივთიერება, რომელიც გამოყენებული იყო, სავარაუდოდ ეს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აკრძალული ნივთიერება იწვევს ზოგადად ასეთ სიმპტომებს. და ეს სიმპტომები დაემთხვა სწორედ იმ სიმპტომებს, რაც საზოგადოებას ჰქონდა მაშინ და ძალიან დიდი ხანი გაუგრძელდა. ამიტომ ქართულ ოცნებას უკან დასახევი ამ შემთხვევაში მოსატყუებელი ვეღარ აქვს, იმიტომ რომ ფაქტები მეტყოლებენ. ერთადერთი გამოსავალი მას აქვს, რომ მოითხოვოს საერთაშორისო გამოძიება, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, რომელსაც ის არ გააკეთებს ცხადია, იმიტომ რომ საკუთარ ტოტს ვერ მოიჭრის, სადაც ზის ამდენი ხანია იმ რუსულ ტოტს, თვითით იკვებება. არა, ისინი ამას არ დაუშვებენ, რა თქმა უნდა, შანსი არ არის. თქვა რომ ჩვენ ეს ტყუილიაო და მე დაიწყებენ შეიძლება დააკავონ ვიღაცები. თეატრიალის ფლიანად ნარატივი და ხა აქეთ გადმოვიდა. და ჩახუნაშვილი შეიძლება დაიჭრან. პირდაპირ დარწმუნებული ვარ, რომ აი მაგის გამკეთებლები არიან. აი რა თქმა უნდა, ეს ხო მაგათო ამბობთ, ანუ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი რუსულ სისტემას წარმოადგენენ, ხშირად არის ხოლმე საუბარი იმაზე, და როგორ ვადასტურებთ ამას? ვადასტურებთ იმ ქცევით, იმ ეგრეთ წოდებული პატერნებით, როგორც რუსეთი, როგორც პუტინი მოქმედებს, როგორც დღეს პუტინი მოქმედებს, მოლაპარაკებები ტრამპთან აი თქვენ წინა ეთერში კარგად ისაუბრეთ, იქაც იგივე სწორს პუტინამ თავისი წარუმატებლობა გაყიდოს წარმატებად და შემოატრიალოს ისე სიტუაცია, რომ თავის სასარგებლოდ გამოვიდეს. აი ზუსტად იგივე საკეთებს ქართული ოცნება, როდესაც თავს ესხმის იმ ადამიანებს, ვინც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და მომავლისთვის და ჯანმრთელობისთვის იბრძვის. ხო, ანუ ეს კიდე ახალი დამატებითი თემა გაჩნდა სივრცეში, არა მარტო ფიზიკური ძალადობა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ გაახორციელეს, არამედ ქიმიური, რომელიც გრძელვადიან პერიოდში წარმოდგენა არ გვაქვს რა შედეგებს გამოიღებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ქართული ოცნების პროპაგანდა, აი საერთოდ მე ვერ ხვდები როგორ შეუძლიათ ისაუბრონ, რომ იცავენ ქართულ ხალხს, იცავენ სუვერენიტეტს, იცავენ მშვიდობას ამ ქვეყანაში, სტაბილურობას, ყველა კომპონენტი, რასაც ისინი რასაც მათ ველში შემოაქვთ, არის დესტრუქციული და ხალხის წინააღმდეგ მიმართული. მე ვერ ხვდები როგორ შეიძლება ესეთი ხელისუფლება არსებობდეს ქვეყანაში, ძალაუფლებას ინარჩუნებდეს და ხალხი, საზოგადოების დიდი ნაწილი აბრაზდებოდეს ამაზე. იმიტომ რომ მაინც ეს შინაგანი პროტესტი არსებობს, რომ ეს პროტესტი, რასაც ქუჩაში ვუყურებთ, არასაკმარისი არის იმის საპირწონედ, რასაც ქართული ოცნება აკეთებს ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. კარგი, მაშინ ამ პროტესტებს თქვათ, როგორ ხედავთ თქვენ ამ პროტესტის გაფართოების შესაძლებლობას? ხო, პროტესტი მე ვფიქრობ, რომ აი ეს მოვლენები, ბოლო პერიოდში გამთავრებული მოვლენები აუცილებლად იქონიებს გავლენას საზოგადოებაზე, საზოგადოების გამოფხიზლებაზე და იგონიებს ასევე გავლენას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზე. ჩვენ ნახეთ, რომ უკვე ამერიკაშიც გამოქვეყნდა სტატიები, ველოდებით, რომ ასევე დანარჩენი ევროპის ქვეყნებიც საფრანგეთიც გამოქვეყნდა ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით და ეს გახდის ახალ ტალღას ქართული ოცნებაზე ზეწოლის და სანქციების, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით, ან ფინანსური სანქციების, პროტესტის შიგნით და სანქციები გარედან არის ის თავარი პოსტულატი, რისთვისაც რაც ასუსტებს ქართულ ოცნებას. ან ჩვენ ეს გზა უნდა გავაგრძელოთ და აი ამაში აუცილებლად დაგვეხმარება ეს გაცხადებული გამოძიება, რომელმაც აჩვენა, რომ ქართულ ხალხს წამლავენ ქიმიური ნივთიერებებით. პროტესტი შესაბამისად არის დამოკიდებული ჩვენს ერთობაზეც და ამ ერთობაზე ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია და თითქმის ყველა პარტია და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი საუბრობს, რომ რაღაცა ტიპის ერთობა არის საჭირო სტრუქტურირებული, რომელიც ქართული ოცნების ალტერნატივას შექმნის და ამას ბოლომდე ვიზიარებთ მეც და ჩვენი კოალიციაც. ეს არის გარდაუვალი, სხვა ყველა შემთხვევაში ფრაგმენტირებული საზოგადოება და ფრაგმენტირებული
ორგანიზაციები და ჯგუფები შედეგს ვერ მოიტანენ და აი ეს ამაზე იქნება დამოკიდებული ასევე ის мотиваცია რომ საზოგადოებას გაეზარდოს ასევე რომ დაინახა ქართული ოცნების ალტერნატივა რომელიც ერთად მოქმედებს მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ერთად მოქმედებთ და ერთ კოორდინაციაში ვართ როგორც პარტიებთან ასევე სამოქალაქო სექტორთან და მათ შორის ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთანაც რიგ თემებზე მაინც არ არის ის განცდა რომ ერთიანობა არსებობს იმიტომ რომ მუდმივად ხდება ამ ერთიანობაზე საუბარი იმიტომ რომ ფაქტობრივად არ ჩანს ერთ სურათში ყველა აქტორი, ყველა წარმომადგენელი. ერთიანობა არა, მაგრამ ერთიანობაზე ბევრი ლაპარაკი კი გვაქვს ნამდვილად. ხო, ერთიანობაზე გვაქვს, ხო, მაგას ვამბობ, რომ ბევრს ლაპარაკობთ, მაგრამ სინამდვილეში ეს ერთიანობა სულისკვეთებაში არსებობს, თანხმობა არსებობს ახალი არჩევნების მოთხოვნაში და არსებობს პოლიტიკურების გათავისუფლებაში, მათ შორის აქციების დაგეგმვაში, დიდი პროტესტების დაგეგმვაში, მესიჯების შემუშავებაში, ანუ ეს კოორდინაცია არსებობს. ყოველ გუშინაც იყო, გუშინწინაც იყო, დღესაც იქნება მუდმივი კოორდინაცია როგორც პარტიებთან, ასევე სამოქალაქო სექტორთან და ასევე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან. მათ შორის საერთაშორისო ვიზიტები, საერთაშორისო წერილები, რომელსაც ვაგზავნით, ხო? ანუ ეს კოორდინაცია არსებობს. უბრალოდ საზოგადოება ყოველდღიურად ისმენს ერთობაზე დისკუსიას და ასევე ისმენს, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო გაერთიანება. სინამდვილეში ოპოზიცია გაერთიანებული ოპოზიცია, ანუ ერთ ადამიანში შერწყმული ყველა ადამიანი არ არსებობს და წარმოუდგენელია. არის თემები, რაზეც თანხმდებით და რაზეც მუშაობთ ერთობლივად და ამ შედეგს ხედავს საზოგადოება, არის თემები, რომლებიც შეიძლება განსხვავებულად ხედავდეთ, სხვადასხვა ჯგუფები, მაგრამ ამ თემაზეც არის კოორდინაცია, ხო? მთავარია, რაზე გავამახვილებთ ჩვენ ყურადღებას და რა იქნება ჩვენი აქცენტი, გვექნება გამყოფად გამოტანილი თემები, რომელიც აჩვენებს საზოგადოებას რაღაცა იყოფა და დაშლილი და ფრაგმენტირებულია, თუ ვაჩვენებთ იმას, რა არის სინამდვილეში და როგორ მოქმედებთ. ეს განცდა არ არის საზოგადოებაში სამწუხაროდ და ეს ვისი და რის დამსახურება არის, არ ვიცი, შეგვიძლია მოვიკვლიოთ და ვკითხოთ ამ ადამიანებსაც, რატომ ხდება აქცენტირება იმაზე, რომ რაღაცა ვერ თანხმდება ოპოზიცია ერთმანეთში. სინამდვილეში თანხმდებით. გიორგი, როგორ უყურებ ევროპელების ჩართულობას ამ ყველაფერში? და ეხლა ჩვენ ვხედავთ, რომ ასევე ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ამ ყველაფრისა. ამ ომის დასრულების პერიპეტიები და მოლაპარაკებები ძალიან პირდაპირ აისახება ჩვენს რეჟიმზე, აქ ადგილს. და მათ შორის ჩვენში და პოლიტიკურ დინამიკაზე. შესაბამისად, როგორ უყურებ, აი რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მომავალი თვეების განმავლობაში? ხო, ძალიან დიდი როლი აქვს უკრაინაში, როგორ წარიმართება ომი, სამშვიდობო მოლაპარაკებები, როგორ დასრულდება და ცხადია ეს არ უნდა დასრულდეს უკრაინის კაპიტულაციით, იმ გეგმებით, რაც მანამდე იყო წარდგენილი. ვინაიდან ეს რუსეთს მისცემს კიდევ იმის საშუალებას, რომ მან გავლენა შეინარჩუნოს როგორც უკრაინის ნახევარზე, ასევე ჩახსნას ის დასავლური სივრცეებიდან, უსაფრთხოების კუთხით და მისი ყურადღება გადმოვიდეს მერე უკვე სამხრეთ კავკასიაზე, მას აწუხებს სამხრეთ კავკასიის დაკარგვა, მას აწუხებს აზერბაიჯანის დაკარგვა, მას აწუხებს გულისხმობ პუტინს სომხეთის დაკარგვა და რეგიონში გავლენების დაკარგვა. ეს შავ ზღვაზე მათ შორის, ეს არის მისთვის ძალიან რთული მოცემულობა, ამიტომ ყველა გადაწყვეტილება, რასაც დასავლეთი მიიღებს და ჩვენ ამაზე ვესაუბრებით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უკრაინასთან მიმართებაში, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ამას გავლენა ექნება რეგიონში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ამ კორიდორის მიმართულებით. გავლენა ჩვენს სახელმწიფოებზეც და მათ შორის იმ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შედგა ზანგეზურის ეგრეთ წოდებული ტრამპის კორიდორზე, რომელიც არის რაღაცა მშვიდობის ეგიდით შექმნილი სატრანზიტო ახალი გზა აღმოსავლეთსა და დასავლეთის შემაერთებელი, აი ამ სივრცესაც შეუქმნის პრობლემებს, იმიტომ რომ რუსული გავლენის დაბრუნება შავი ზღვის აუზში რეგიონზე დააზარალებს დასავლეთის და ამერიკის განსაკუთრებით ინტერესებს და ჩვენ ამაზე კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთანაც, მათ შორის ევროპელ პარტნიორებთანაც და ყოველთვის ვსაუბრობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იმ თემაზე, რომ არ არსებობს მარშრუტი, რომელიც არის რუსული გავლენის ქვეშ, რომელიც არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის და ამის საუკეთესო მაგალითი არის Nord Stream 2, როდესაც Nord Stream 2-ში მილიარდობით ინვესტიცია ჩაიდო, ის ვერასდროს ვერ იქნა გამოყენებული, სწორედ იმიტომ, რომ პუტინმა გამოიყენა ის იარაღად. ანუ თუ ქმნი დასავლეთი ახალ გზებს, რომელიც რუსეთის უვლის გზას, რუსეთის გზების მიღმა არის აშენებული და მილიარდობით ევრო და დოლარი არის ინვესტირებული და მას ხელში უგდებ კლავაც რუსეთს,
ხავლენის სფეროების დაბრუნებით, ეს იგივე Nord Stream 2 არის, რომელიც აუცილებლად გამოყენებული იქნება ევროპის და ევროკავშირის წინააღმდეგ და ამერიკის წინააღმდეგ. ამიტომ ამ თემებზე კარგია რომ ექსპერტებიც საუბრობდნენ და ჩვენს დასავლელ კოლეგებს ესაუბრებოდნენ, იმიტომ რომ მათ აქვთ სხვა ქსელები. ჩვენ ამაზე ყოველთვის საუბრობთ, ყოველთვის გვაქვს კომუნიკაცია მათთან და ის გასაღები, რაც გვიპყრია სინამდვილეში ხელსოქროც გასაღები შავი ზღვის აუზში და მათ შორის ეს სატრანზიტო გზების ერთადერთ შემთხვევაში იქნება გამოყენებული თუ ქართული ოცნება დატოვებს ხელისუფლებას და არ გადასცემს მას რუსეთს. სხვა ყველა შემთხვევაში რეგიონში რუსეთი გაძლიერდება. მადლობა ძალიან დიდი.